დასრულდა 60 წამი და ძალიან მალე გავიგებთ ვინ არის გამარჯვებული. ძალიან მღელავთ წამყვანებიც კი. სულ შემოვიდა 153,000 SMS-ი. არა. ბრავო! 153,000. აბეჩვენა, თუ სწორად გავიგე. 153, ხო? სწორად გაიგე. 153,000 ხარ. აი გულშემატკივარიც ამას ქვია ნამდვილად. თამამად შეგვიძლია ეს. მაგრამ თავარია თუ როგორ გადანაწილდა ეს ხმები და ვინ მიიღო ამ ხმათა უმრავლესობა. და ხმათა უმრავლესობა დღეს ერგო ერთ-ერთ ვარსკვლავურ წყვილს. 95,000-ზე მეტი SMS-ი შემოვიდა ამ ვარსკვლავს. და ეს გახლავთ. ვაიმე. ხალხის მოდი დარბაზს მივცეთ საშუალება რომ კიდევ ერთხელ გაამხნევოს ორივე კონკურსანტი. თასის მფლობელი ხდება და მეექვსე სეზონის ეპიკური მეექვსე სეზონის გამარჯვებულის ტიტულს სახლში წაიღებს ბინის გასაღებთან ერთად. რა თქმა უნდა და მას მეორე ადგილზე გასული მანქანით მიიყვანს და მეექვსე სეზონის გამარჯვებული გახდა სტანისლავ ბონდარენკო. მაშასე, აი ესეთი შედეგით დასრულდა ეპიკური მეექვსე სეზონი და მისი გამარჯვებული გახდა მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო. ნამდვილად ხალხის რჩეული. და რა თქმა უნდა ნიკე კეშელავა მასთან ერთად. ნიკე პირველად მიიღო ცეკვავენ ვარსკვლავებში მონაწილეობა როგორც მოცეკვავად და მომენტალურად პირველივე მიღებაზე მონაწილეობის გახდა ჩემპიონი შეიძლება ითქვას. მოკლედ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენმა პროექტმა თქვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო გასიამოვნათ, ბევრი არაჩვეულებრივი დაუვიწყარი წუთები გაჩუქათ. ეს ყველაფერი დასასრული არ არის, ჩვენ კიდევ